რას ამბობს დვალიშვილის საქართველოსზე და უმართან დაპირისპირებაზე? რატომ შეცვალეს კვარაცხელია? იტალიური მედიის შეფასება. ჩაკვეტაძის კომენტარი გოლის შემდეგ და ვინ ურჩევს მილანს გოგლიჩიძის შეწევას. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე არ დაგეზაროს დალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. მუხლის ტრავმის შემდეგ ხვიჩე კვარაცხელია გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა. იტალიის სერიას მე-18 ტურში ნაპოლის საკუთარ მოედანზე ვენეციას დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1-0 გაიმარჯვა. ქართველმა 75 წუთი ითამაშა. იმის მიუხედავად, რომ ხვიჩა აქტიურობდა და გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, სამწუხაროდ მოედანის საგოლე მოქმედების გარეშე დატოვა. აღსანიშნავია, რომ ნაპოლის ანგარიშის გახსნა პირველ ტაიმში 11 მეტრიანის ნიშნულიდან შეეძლო, თუმცა რომელუ ლუკაკუმ ეს შანსი ვერ გამოიყენა. შეხვედრის ერთადერთი გოლი კი მეორე ტაიმის მიწურულს ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა. გეტყვით იმასაც, რომ ხვიჩა 75 წუთში ბურთს 60 ჯერ შეეხო. 33-დან 30 ზუსტი პასი გააკეთა. აქედან 3 საკვანძო. კარისკენ 6 ჯერ დაარტყა, საიდანაც 3 ზუსტი იყო. 9-დან 5 პოზიციური დუელი მოიგო. მის წინააღმდეგ 2 ჯერ დაჯერინდნენ და ორივეჯერ მსაჯმა მეტოქეს ყვითელი ბარათი უჩვენა. სოფსკორმა ქართველი 8 ქულით შეაფასა, რაც ნაპოლიში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. ამის მიუხედავად იტალიური მედია ქართველს არც თუ ისე დადებითად აფასებს. მათი თქმით, კვარაცხელიამ ამ შეხვედრაში ვერ გაიფრთხინა და დრო და დრო ანათებდა. ბურთის ფლობის დროს კი ბოლო არჩევანში არასწორ გადაწყვეტილებას იღებდა. ცუდი დარტყმის შემდეგ კი კონტე გაბრაზდა და შეცვალა. რა სიტყვით იტალიური მედიის ამ შეფასებაზე? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში და მოусმინეთ ანტონიო კონტეს კომენტარს შეხვედრის შემდეგ. თავდამსხმელებს ვთხოვ, რომ საუკეთესოები იყვნენ. ყოველდღე გაუმჯობესდნენ. იგივეს ვითხოვ ჩემი თავისგანაც. იმედი მაქვს მუშაობას ამ ბიჭებთან გავაგრძელებ. მიმაჩნია, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯარა გასაუქმებელია. მწვრთნელებისთვის რთული თვეა. ყოველთვის ვამბობ, რომ 41 ქულა მოთამაშეთა ამ ჯგუფმა მოგვიტანა. ამიტომ ყველა მათგანმა უნდა იგრძნოს, რომ გუნდშია ჩართული. ჩემი და კლუბის მიზანია თავი არ დავისუსტოთ. საკუთარ გუნდს ზიანი არ მევაყენოთ. თუ ტრანსფერი უნდა გავაკეთოთ, ეს უნდა იყოს ხარისხიანი და რაოდენობრივი გაუმჯობესება. სამწუხაროა ის, რომ შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე 0-0 მივედით. დატყევლილი შეხვედრა ჰქონდა. პენალტი ვერ გავიტანეთ. ბურთი ძელს მოვარტყით. არ გამიკვირდებოდა ბოლოს ცუდი ხუმრობას და ვენეციას რომ გაეტარა. გუნდურად კარგად ვიმუშავეთ, რათა ანგარიში გაგვეხსნა. ეს არის გუნდი, რომელიც მუდმივად ვითარდება და თუ მოვახერხებთ უფრო მეტი გოლის გატანას, სათათარიქოთა სკამზე, გულის შეტევას თავიდან ავიცილებთ. მე ყოველთვის გამარჯვება მსურს. ჩემს ქალიშვილთან კარც რომ ვთამაშობ, მაშინაც გამარჯვება მინდა. თუმცა, ყველამ ვიცით, რა არის კლუბის მიზანი. პირადად მე არასდროს ვთანხმდები მინიმალურ მიზნებს, მაგრამ ყველამ ვიცით, საიდან დავიწყეთ. 18 თამაშის შემდეგ 41 ქულას არავინ ელოდა. შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვებით ნაპოლიმ 2024 წელი დაამთავრა და სერია სატურნირო ცხრილში 41 ქულით ატალანტასთან ერთად ლიდერია. კვარაცხელიას ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა. ნაპოლი კი მომდევნო შეხვედრას 2025 წლის 4 იანვარს სტუმრად ფიორენტინასთან გამართავს. აქვე სასიამოვნო მოსაზრება, რომელიც იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კომენტატორს ფაბიო კარესას უკავშირდება. მან მილანზე საუბრისას აღნიშნა, რომ იანვარში როსონერიმ ტეო ერნანდესი უნდა გაყიდოს და საბა გოგლიჩიძე დაიმატოს. მილანის მდგომარეობა ადვილი არაა. ვიცი რომ ძლიერია, მაგრამ იანვარში ტეო ერნანდესს გავყიდიდი, რადგან მეჩვენება, რომ ამ ფეხბურთელს კლუბის ახალ გარემოში ყოფნა ძალიან უჭერს. მის ადგილას ხიმენესმა კარგად ითამაშა, მაგრამ კიდევ ერთ მარცხენა მცველს შევიძებდი, თუმცა ასევე მარჯვენა მცველს, რადგან იქ გუნდს რაღაც აკლია. ემერსონ როიალი ხავთ. ბევრი სასაუბრო არაფერია. გავყიდიდი ტეოს და ემერსონს. შევიძენდი ემბოლიდან საბა გოგლიჩიძეს, რომელიც მგონია, რომ მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელია. გოგლიჩიძე და ხიმენესი იქნებოდნენ მილანის ფლანგის ახალი მცველები. ვიცი რომ ეს ძლიერი არჩევანი იქნებოდა. შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძე ცენტრალური მცველია, თუმცა მას თამაში მარჯვენა მცველის პოზიციაზეც შეუძლია. აქამდე აქტიურად იწერებოდა ისიც, რომ ქართველს იუვენტუსის სკაუტებიც აქტიურად აკვირდებოდნენ. თქვენ სად ისურვებდით საბას ხილვას, მილანში თუ იუვენტუსში? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი ინგლისი და ჩემპიონშიპი, სადაც გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა. უოტფორდმა კარდიფს უმასპინძლა და დაზაბულ ბრძოლაში 1-2 დამარცხდა. უოტფორდის მხრიდან ერთადერთი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაშიც ის საკუთარი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. თუმცა მისი ეს აქტიურობა და გოლი ქულის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩაკვეტაძემ შეხვედრის შემდეგ მედიასთანაც ისაუბრა.
ძალიან ბედნიერი ვარ გოლის გატანით, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ, რომ თამაში ვერ მოვიგეთ. ყოველთვის ვცდილობ გოლის გატანას და საგოლე პასის გაკეთებას. ვეცდები ასე გავაგრძელებ. ყოველთვის სასიამოვნოა შინ გოლის გატანა. ყოველთვის რთულია, როცა გოლს პირველივე წუთზე უშვებ. ყველაფერი იცვლება. იმედგაცრუებულები ვართ, სახლში წავაგეთ, რადგან აქ ბოლო 17 შეხვედრა წაგებული არ გქონდა. ჩემი გოლის შემდეგ გაგვიჭირდა დაბრუნება, რადგან მეორე გოლიც სწრაფად გავუშვით. ცდილობდით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. ყოველ 3 დღეში თამაში ძნელია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგის ანგარიშზე 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა. უოტფორდი კი 37 ქულით მე-6 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას პირველ იარმარს გამართავს. ახლა კი საქართველო და თბილისის დინამო, სადაც 20 წლიანი პაუზის შემდეგ ჯაბა კანკავა დაბრუნდა. ოფიციალურად ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა დინამოსთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღსანიშნავია, რომ კანკავას პროფესიული საფეხბურთო კარიერა სწორედ თბილისურ კლუბში დაიწყო. ის დინამოს ღირსებას 2003-2005 წლებში იცავდა. შეგახსენებთ, რომ 38 წლის ნახევარმცველი ბოლოს ბრატისლავის სლოვანში თამაშობდა. და სიტყვით ამ ტრანსფერზე შეძლებს თუ არა ის დინამო თბილისის დახმარებას? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. UFC-ს სუპერცუბუქი წონითი დივიზიონის ქართულმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა კი UFC-ს ვებგვერდთან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა. მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოზე, საჩემპიონო ცხოვრებაზე და უმართან დაუმსახურებელ შეხვედრაზე. ჩემპიონის ტიტულის მოგების შემდეგ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ ამასთანავე ძალიან ბევრი დრამა გაჩნდა. ყველა ჩემზე საუბრობს. შესაძლოა ადამიანებს ისე ძალიან სურთ უმართან ჩემი ჩხუბის ხილვა, რომ შეურაცხყოფასაც მაყენებენ. ყურადღებას წარსულშიც ვიყავი მიჩვეული, მაგრამ ახლა სოციალებში ძალიან ბევრი სიძულვილი გაჩნდა. ეს დამატებითი ზეწოლა, რომელთან შეგუებაც რთულია, მაგრამ საერთო ჯამში თავს კარგად ვგრძნობ და უახლოეს ბრძოლაზე ვარ ფოკუსირებული. ჯერ კიდევ ვეჩვევი ჩემპიონობას. საუკეთესო მიდგომა, რომ საქმით ვიყო დაკავებული. ამიტომაც დავთანხმდი ასე მოკლე ვადაში ჩხუბს. მიუხედავად იმისა, რომ ქამრის მოპოვების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დასვენებას ვაპირებდი. ახლა თავს კონორ მაკგრეგორივით ვგრძნობ. ჩემს გარშემო მხოლოდ სკანდალებია. ადრე ასეთი რამ ჯონ ჯონსისა და მაიკ ტაისონისნაირი ადამიანების გარშემო ხდებოდა. მე ისევ ის მერაბ დვალიშვილი ვარ და ისევ ჩემს საქმეს ვაკეთებ. როცა საქართველოში ჩავედი აეროპორტში, ბედნიერი ხალხი დამხვდა. ახალგაზრდები, მოხუცები, ყველა მილოცავდა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. მესმოდა მთელი პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვცხოვრობ. ვფიქრობ, ახლა კენჭი რომ ვიყარო, შემიძლია საქართველოს პრეზიდენტი გავხდე. მაგრამ პოლიტიკისგან შორს ყოფნას ვცდილობ. მინდა ის ვაკეთო, რაშიც კარგად ვერკვევი და ოქტაგონში ჩხუბით საკუთარ ქვეყანას, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოუტანო. ჩემი და ილია თოფურიას ჩემპიონობა საქართველოსთვის სერიოზული მიღწევა. ქართველებს მებრძოლების გენი გვაქვს. ნიჭიერი ხალხი ვართ. საქართველოში ძალიან მაგარი გულშემატკივრები გვყავს. UFC-ს ყურადღება საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა. ახლა საქართველოში რთული ვითარება, საპროტესტო აქციებია, მაგრამ როდესაც ჩემი ახალი ბრძოლა დაანონსდა, ეს ყველა მედიის ყურადღების ეპიცენტრში მოექცა. რაც შეეხება უმარს, ის კარგი მებრძოლია. ეს სერიოზული გამოწვევა იქნება, მაგრამ უმარს არ დაუმსახურებია სატიტულო ჩხუბი, ისე როგორც ამას სხვა მებრძოლები აკეთებენ. სხვები წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელად შეომობენ, რომ საჩემპიონო ბრძოლა მიიღო. მე მარტივად არაფერი მიმიღია. უმარმა კი რაღაცნაირად ყველაფერი ერთბაშად მიიღო. ის ბევრს უწუნებს და ამბობს, რომ მასთან ჩხუბი არავის სურს, მაგრამ სინამდვილეში ჩვენს ზონაში ბევრი სხვა მებრძოლია. ტოპ მეტოქეებიდან ის მხოლოდ სენთჰაგენზე ჩხუბა, რომელმაც ჭიდაობა არ იცის. როგორც ჩანს, უმარმა გადაწყვიტა, რომ ერთი მოგების შემდეგ მას გარანტირებული სატიტულო ჩხუბი უნდა მისცენ. მე იმაზე ვბრაზდები, რომ უმარმა საჩემპიონო ჩხუბი ასე სწრაფად მიიღო. ის ძალიან თავმომწონეა. უმარს მეტი მოგრძალება მართებს. ინტერნეტში ის მუდმივად უპატივცემულობას იჩენს ჩემს მიმართ. ნამდვილი მამაკაცები ასე არ იქცევიან. მისი მხრიდან უპატივცემულობამ დამღალა. უმართან ჩხუბი მარტივი არ იქნება. მას ბევრი ძლიერი მხარე აქვს, მაგრამ შევეცდები ის დავაფინიშო. მინდა ძლიერ მეტოქეს მოუგო და მისი წაგებების გრაფაში, სადაც ახლა ნულია, ერთიანი ჩავწერო. შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს ლოს-ანჯელესში მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო კამარს პირველად უმარ ნურმაგომედოვთან დაიცავს. წარმატებები ვუსურვოთ მერაბს. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, არ დაგავიწყდეთ დალაიქება და არხის გამოწერა, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.